საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია 9 წლის გახდა იუბილეს აღსანიშნავად ასოციაციამ წევრი კომპანიები და პარტნიორები შეკრიბა, სადაც განვლილი წლები შეაჯამეს და საომავლო გეგმებზე ისაუბრეს. PMG-ს გუნდიც ადგილზე იმყოფებოდა და მოკლე მიმოხილვას იმის თაობაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს მსგავსი ასოციაციის ქართულ ბაზარზე არსებობას და როგორ გამოიყურება მათი სამოქმედო გეგმები, ჩვენი სიუჟეტიდან გიყვებით. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ქართულ ბაზარზე 9 წლის წინ გამოჩნდა და ამ წლების განმავლობაში კომპანიების ერთობით, მიზანდასახულობითა და საერთო იდეით მუშაობის შედეგად როგორც სადისტრიბუციო სექტორში, ისე ქვეყნის ეკონომიკაშიც თავისი კვალის დამჩნევა მოახერხა. Ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესის ესეთი ერთობა, ერთობლივი ხედვა და წარდგენილი პოზიციები არსებობს, ეს ხელს უწყობს მათ შორის სახელმწიფოს იმისთვის, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები რიგ შემთხვევაში, რაღაც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც შესაძლებელია, რომ ბიზნესმა დაანახოს ის საჭიროებები, რომელიც საჭიროებებიც გამომდინარეობს ამა თუ იმ სექტორისათვის და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია არაერთხელ გაუკეთებია და გადაუდგამს ისეთი ტიპის ნაბიჯები სახელმწიფოსთან ურთიერთობის და თანამშრომლობის ფარგლებში, მათ შორის რომელმაც მნიშვნელოვნად დადებითი როლი შეიტანა ზოგადად სექტორში ყველა ბიზნეს სუბიექტისთვის. ასოციაციის საქმიანობამ ყველა ბიზნეს სექტორისთვის მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ცხადია, რომ პროდუქციის ტრანსპორტირებას, რითეილ სექტორის დროულად, ორგანიზებულად მომარაგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. წლების წინ ასოციაცია სწორედ ამ მიზნით და იდეით გაერთიანდა. 9 წლის შემდეგ კი შეიძლება ითქვას, რომ მიზანს მიაღწიეს. ძალიან მნიშვნელოვანია ასოციაციის არსებობა, ვილოცავ მათ 9 წლის იუბილეს. არსებითად მნიშვნელოვანია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ღირებულებათა ჯაჭვში, რასაც საცალო ქსელების და საცალო ბაზრის განვითარება ქვია, დღესდღეობით მათ მნიშვნელოვანი როლი უჭირავდა. ზუსტად ის, რომ ადამიანებს დღეს პროდუქცია ხვდება საცალო ქსელებში, რა თქმა უნდა, დისტრიბუციის გარეშე წარმოუდგენელია ამ ჯაჭვის სრულყოფილა და სრულყოფილება, ესე რომ ვთქვა და ამდენად მნიშვნელოვანია მათი ესე ერთიანად ყოფნა, რომ რეალურად მათი ხმა უფრო ისმოდეს ბაზარზე და უფრო გვესმოდეთ მათი საჭიროებები და ინტერესები. როგორც საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სიელგავა აცხადებს, მწარმოებლებისთვის დისტრიბუცია მუდმივად მთავარი გამოწვევაა. შესაბამისად, ასოციაციის გამოჩენის შემდეგ მწარმოებლებმა მასთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყეს, რამაც მთელი რიგი პრობლემების გადაჭრა მოახერხა. ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული ასოციაცია საქართველოში. რეალობაში ის აერთიანებს ძალიან დიდ სეგმენტს იმ ადამიანების, რომლებიც არიან როგორც წარმოებლები, ასეთი იმპორტიორები და მთლიანობაში მიწოდება მოსახლეობისადმი იმ პროდუქციის, რომელიც პირველადია თუ სხვა მოთხოვნილებათვის არის და ის რეალური პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც ამ სიტუაციაში ხდება, დისტრიბუტორ ასოციაციის დამსახურება ძალიან დიდია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ 9 წლის განმავლობაში ის, რაც მათ გააკეთეს. 9 წლის იუბილის აღნიშვნის შემდეგ საომავლო გეგმებიც მრავალფეროვანია, რაც შეიძლება უფრო მეტად წარმოაჩინონ თავიანთი წევრი კომპანიების ინტერესები, საჭიროებები და ყველა ის აქტივობა, რომელსაც აქამდე ახორციელებდნენ, უფრო გააქტიურონ.